სამწუხაროდ ბოლოჯერ მოგესალმებით ჩვენო საყვარელო მაყურებელო. ცოტას დავაკონკრეტებ წელს. თორემ ზოგადად ბოლოჯერ თქვენი მტრისთვის იყო. დღეს კი მოვიცალეთ და ხვალიდან ახალ წლამდე უამრავი საქმე გვაქვს მე პატას და ბიჭებსაგან. და აქვე გეუბნებით რომ ბევრს არ გალოდინებთ. ახალი წლის პირველივე დღეს 1 იანვარს კვლავ თქვენთან ვიქნებით მთელი საღამო. საღამოს 10 საათიდან რომ დავიწყებთ 2 საათი ჩვენი გამჩერებელი კაცი შვილი არ იქნება. ოპა! დავა გუგუნი ჩქარიტაში და თქვენ სუბრას და განწყობას რომ მოუხდება ისეთი ამბები. მე შენ გეტყვი გვეშლება ეგ ამბავი თუ რა? ასე რომ ეს დღე იქნება დაუვიწყარი. მაგის დასტურად შეგახსენებთ რომ ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს და კეიფის და დროსტარების და სახალხო ხასიათზე გაყენებთ ქსოვრელები და გიორგი შოშიტაშვილი. მადლობა ბიჭებო, მარტო 1 იანვარს ჩვენი საახალწლო შოუთი არ დამთავრდება ეს ყველაფერი. 3 და 4 იანვარს კომედია არხზე საღამოს 8 საათზე მიხოდა მაროს საახალწლო სერიები გავა. ნავარა, უკვე მესამე წელია მიხოდა მაროს საახალწლო დღეებს გიხალისებ და გამონაკლისი წელსაც არ იქნება. ძალიან მაგარი სერიები 2026 წლის 1 შაბათ კვირას საღამოს 8-ზე კომედია. მოკლედ დიდ ამბებში ვართ ჩემო ბატონო და ამის პარალელურად აი ახალი წლები რომ ჩაივლის მორჩებით კეიფებს მოვა თებერვალი და ახლა რა ვქნათ რითი ვიხალისოდო რო იტყვით იმისთან ამბავს გიმზადებთ რომ გითხრათ გაგიჟდებით გეუბნები. კი ბატონო 7 თებერვალს პრემიერა გვაქვს სატელევიზიო არა თეატრალური პრემიერა. სად? აი მაშია საქმე. სად და პაატა გულიაშვილის კომედიის თეატრში, რომელიც მე და ჩემმა მეგობარმა ნიკოლო ზარაბიძემ დავაარსეთ და დავაფიქრეთ. რაც შეეხება მისამართ 13 ასურელი მამის 95 ნომერში ხსნით ამ პატარა კოხტა კოჭკოჭინა თეატრს იმერულად. თან პირველ სეზონს ხსნით ახალი პიესით იქაური აკაური. დამდგმელი რეჟისორი აგერ მიდგას ბატონო გვერდით. კი ბატონო, რეჟისორიც და ნიკასთან ერთად მსახიობიც. თუ რაზე იქნება ეს სპექტაკლი, ამაზე მოგვიანებით იმის პირობას კი გაძლევთ, რომ მოხვალთ, ბევრს იცინებთ, იხალისებთ და გახდებით ისეთივე ერთგული მაყურებელი ჩვენი თეატრისა, როგორიც აქ ამ შოუში ხარ. 6 თებერვლის ბილეთები მთლიანად გაღიდულია. კი ბატონო. 7 თებერვლის ბილეთები კი თქვენ გელოდებათ. კი ბატონო. მინდა გითხრათ რომ სულ რაღაც 45 ადგილია ჩვენს თეატრში, ასე რომ უნდა იჩქაროთ. ეს 7-ის ბილეთების თუ გაიყიდა, მე ჩვენ ვეღარ დაგეხმარებით. მოკლედ, შეხვალ ტიკეტ ჯიზე და შეიძენთ ონლაინ ბილეთებს. იჩქარეთ. მოკლედ გელოდებით 7 თებერვლიდან ჩვენს თეატრში. ახლა კი მივხედოთ საქმესაც ჩემო პაატა. როგორ ვემზადებით საახალწლოდ და რას ველოდებით ახალი 2026 წლისგან. რა თქმა უნდა პირველ რიგში ბევრ სიკეთეს, კარგად ყოფნას, ჯანმრთელობას და აი ჭიქარი ვარ მიჭირავს, ხერხი ცოტა მიჭირს ადღერძელოების თქმა, ამიტომ პირდაპირ ამბების მიმოხილვას დავიწყე. კი, არ არის ადვილი მართალი ხარ. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ შოუს ჩაწერის მერე სასწრაფოდ უნდა გავიქცე სახლში. საგოზინაყე ნიგოზი მაქვს დასაჭრელად. ვინ გადაწყვიტა ეგ, რომ ოჯახში საგოზინაყე ნიგოზი კაცმა უნდა დაჭრას? გამაგებინეთ ხალხო, რა დავაშავეთ? ქალების არგუმენტი ისაა, რომ მაგას ბევრი დრო უნდაო და ჩვენ მაგ დროში საცივის გაკეთებასაც ვასწრებთ, წიწილების შეწვასაც და ხაჭაპურების დაწყობასაც. ამდენ სიკეთეს თუ ასწრებენ, დაავჭრათ ჯანდაბას კი ბატონო. ამ წელსაც რატომ გონიათ მოცდები ამ ჩვენ ცოლებს მაინც ვერ გავარკვიე. აბა, შენ ეგ თქვი. არა და ჩვენც გვაქვს არგუმენტი.
რამდენი ხანით საგოზირაყე ნიგზის დაჭრას უნდა იმდენ ხანში მე და გულიაშვილი სამჯერ ვასწრებს უფრასთან დათრობას და გამოფხიზნებას და ნაბახუსებზე მკურნალობა. მაგიტომაც გვაჭრევინებენ მაგ ნიგოს. მაშინ ეს. დროზე ადრე ვარ გავიდითოთ ეს ისედაც გადიდებული ვიძი. ეგეც მართალია. ისე ცოტაც და კი მიუსხდებით სახალხო სუფრას მთელი საქართველო რა. თან ცხენის წელი მოდის და ძეხვი არ შეიძლება სუფრაზე ხო იცი? ისედაც რა უნდა კაცო ძეხვ სახალხო სუფრაზე რა ძეხვი. მართალი ხარ პრინციპში შენ გველის წელი რო დგებოდა არც მაშინ გვედო გველი ბაჟეში და არც წელს ვაპირებ იგონებე რაღაც სისულელებს და ჩვენს გვიჯერა მე რა საახალწლო სუფრაზე მთავარი არის კარგი ღვინო იყოს და დანარჩენი მოხერხდება რაღაც რა აბა ახალწლებზე რომ ღვინო ისმება იმდენი მე მგონი არასოდეს აი თუ იცი შენ ყველაზე მეტ ღვინოს რომელ ქვეყანაშიც ვამ გეტყვი მიდი არსებობს მაგისი გამოკითხვა ძალიან ესე იგი მე-5 ადგილიდან დავიწყე საინტერესოა ახლა არ გადამრიო და არ მითხრა მე-5-ზე საქართველო რას ლაპარაკობ გეტყვი მაცალე რამდენ სვამს წელიწადში მე-5 ადგილზე გასული ქვეყნის მოქალაქე და მიხვდები რომ ჩვენ არ ვართ აბა გისმენ 29 litrს წელიწადში 20-იანი მარტო გუშინ დავცალეთ აგერ საბაკაცი რა ვიცი რომელი ქვეყანაა ეგ ავსტრია ენაც ოჩახ მაგას რა არის გაზ ხალხო 29 ლიტრი წელიწადში მაგრამ მაგათ ისეთი კარგი ლუდი აქვთ რომ ეთყობა ანაცვლებენ და კარგი ჯანდაბას ვაპატიოთ ჯანდაბას კარგი მე-4-ზე წელიწადში 30 litrით კაცზე გავიდა შვეიცარია რას მე მე-3-ზე საფრანგეთია წელიწადში 42 litrით და სულ ცოტათი ჯობნის იტალია 53 litrით წელიწადში ეგ მეორე-ზე მიხია კარგი პირველზე ხო ალბათ ჩვენ ხო პირველზე არის პორტუგალია 61 ლიტრი ჩვენ არა ვართ ამ სიაში თუ როგორ პირველ ადგილოს არის რომ წელიწადში 61 ლიტრა ღვინოზე მეც ვერ დალევს რა გვინდა ჩვენ ბაქსიაში ჩემობა და მითხარი ქართული მართალი 61 litrს ბედობამდე დავლევთ მე და შენ კი ბატონო ახლა ესია რომ კახელებს ანახო ეგრევე გინებაში გავალთ პირველ ადგილზე მსოფლიოში დარწმუნებული ვარ მართალი ხარ 61 ლიტრო მელა დავქოთა კლასში მე შეიძლება თან ამ გამოკითხვაში ერთი შესწორება უნდა შევიტანო სვამენ კი არა მან წრუპავენო და ეწეროს და იმიტომ არ ვარ რეიტინგებში თორე რო ეწეროს შთან თქავს ხრეპენ გჯებიან მაშინ გენახა შენ რეიტინგი ბოლო ადგილი კი ბატონო ბატარია ასე იქნებოდა ეგ ამბავი მაგრამ ამ ბევრ დალევას ზოგჯერ ძალიან ცუდი შედეგები მოაქვს და თავიდანვე თადარიგი უნდა დავიჭიროთ ექიმებთან სირბილი გადასხმები მკურნალობა დიეტები მე არ არის ადვილი ქართველობა მეცაც გეტყვი ყველაზე ძნელია ძმაო მიხვალ ექიმთან და ის შენზე უარეს მახმელიაზე როა და ჯგუას რო გარიგებს ნუ ზო ესა სამართალია ხა მითხარ მკურნალობის მეთოდია შესაძლებელი აი მაგალითად შვედეთში ექიმები პაციენტებს მოგზაურობას უწევენ თურმე რეცეპტით აუ რა სიზახი აბა ეგ დაგხატავდა ისე მახმელიაზე რომ ექიმი ჩეხეთსა გერმანიას გამოგიწეს აილუდია მთვარ და კანჭიდან და კარგი იქნებოდა ნამდვილად კაცი ვეღარ გამოგაგდებდა ექიმის კაბინეტში აბა და მოგზაურობიდან ადრე თუ დაბრუნდი ოჯახში ცოლი რო გეჩხუბება ექიმის დანიშნულებას რატო არ ხდებ შენ ვერ დეთი ეგ და ვერ ლუდი და ვერ აყოლ ესეთ კანჭი და სოსისებიო მაგარი სამსახურში რომ აღარ მიხვალ უფროსი რომ დაგირეკავს და რო ეტყვი რა ვქნა უმფროსი ექიმამ კაცრი რეჟიმით მკურნალობა დამინიშნა ნევროზე და სეიშელის კუნძულებზე აი ვგდივარ აქ მაგარი იქნება მართალი ხარ რა ვაკანსიებს რო გამოაქვეყნებენ აფთიაქები გვესაჭიროება ფარმაცევტი ტუროპერატორის გამოცდილები მაგრამ ჩვენ მაინც დამოგვიწევს ხო იცი
სეიშენის კუნძული თუ გამოგიწერა და რო ეტყვი რომ რაღაცა ისეთი გამომიწერე შემცვლელი მაგდენი შემცვლელი აგერი ეს რა ქვია ჯუმლაში ჩამზადები აგერი შვენიერი კაი დაბოგინებული ტმარი ბავშვობის მერე ფერი რო არ შეცვლია აი მუქი ყავისფერი წამოწა მოკლედ თავისუფლად შეიძლება ითქვას რომ სოფლიოში ყველაზე ბედნიერი ავადმყოფები შვედეთში ცხოვრობენ. ახლა დავფიქრდი მე და იცი რას ვფიქრობ? აბა რას? ჩვენც არ გვიწერენ ექიმები აქ მოგზაურობას? კი, მართალი ხარ, რეცეპტი ისეთი გაურკვეველი კალიგრაფიით იწება, რომ შეიძლება წერენ კიდევაც, მაგრამ ვერ ვარჩევ. ხო, ექიმებზე და კურნალობაზე გამახსენდა. აგერ მერაბ დვალიშვილმა რომ სამკურნალო გახადა Facebook-ის დამფუძნებელი ცუკენბერგი, ნახე? კი, კაცო. გაბერაცემაში და ათრიანებული. ნახე. იძახოს ახლა ცუკენბერგმა, აბა Facebook-ში ნახე ვინა ვარ, აბა Instagram-ზე ნახე ვინა ვარ. შუა გდების დროს ცუკენბერგი რეპორტის ღილაკს ეძებდა, იქნება მეშველოს რამე და გადავრჩეო, მაგრამ მერაბ შეკითხავს ცუკენბერგისთვის ის ჩვენი ბრძოლის კადრები Facebook-ზე რომ დავდო, შეიძლებაო? იმან კიდე ბეჭებზე დამდე შეკაცო და მაგასაც მეკითხები. ჰოდა 2 დღეა დვალიშვილი მაგ ვიდეოს ატვირთვას ცდილობს, მაგრამ სისტემური შეფერხებაო უწევს. იმედია ამის მერე Facebook-ზე შესვლა ფასიანი არ გახდება ქართველებისთვის. მოკლედ ეს იყო მერაბ დვალიშვილის ბოლო ბრძოლა ამ სეზონზე, როგორც ჩვენი დღევანდელი შოუ. კაი სეზონი გამოგვივიდა. რა სიტყვით ჩემო პაატა? რა ვიცი, ფიქრობ გადასარევი. მე პირადად კმაყოფილი ვარ. შენი არ იყოს. ბიჭებო, თქვენ რა სიტყვით? აბა, მოსწოთ ამათაც. ხარო? შენ? ძინავს ამას ის. მოკლედ შეუძლებელია ვინმე კმაყოფილი არ იყოს ჩვენი იუმორისტული გუნდის მუშაობით და ეს რეიტინგებზეც აისახება. სერიალი მიხოდა მარო კომედი არხიდან გლიჯავს ყველაფერს შაბათ-კვირაობით. კი ბატონო, კიდევ რომელი შოუ გეგულება დედამიწაზე, სადაც თქვენს განწყობაზე და კეიფისა და დროს ტარების ხასიათზე მოყვანაზე თავად ქსოვრენები და გიორგი შოშიტაშვილი ზდუნა. ძალიან დიდი მადლობა ვიკრიბოთ დღეს ისე არ უნდა დავიშალოთ სეზონის ბოლო გადაცემა. აქ დავიშალოთ, იქ გავაკეთოთ როგორც არის, ვაიგო. როგორც რა. ხო და მოდი ჩემო პაატა რახან. ბოლო გადაცემა წლის შეჯამებად სიმღერით მოვახსენოთ ჩვენ მაყურებელს. რა სიტყვი? ძალიან კარგი იდეა. მოკლედ კი ბატონო, დავი. წარმატებით ჩაიარა კიდევ ერთმა სეზონმა თურმე იმდენი გვიყურებს თვითონაც არ გვეგონა გვიყურებდნენ დიდები და იქვე მათი შვილები ყველა ისე იცინოდა რომ უჩანდათ კბილები ჩვენი ყველა პროექტი ხომ საღამოს გადიოდა მეორე დღეს მშვენიერი რეიტინგი წვიოდა ჯერ ხუთშაბათს და მერე შაბათ-კვირას გადიოდა იმეორებთ მშვენიერი რეიტინგი წვიოდა აქ მოსვლაზე არავის არ დასდენია უარი თქვენთან ერთად ხალისობდა ყველა ჩვენი სტუმარი ვღეროდით და ვღადაობდით ნიკუშა და პატა სომეხიც კი ვითამაშე გენაცვალე ზამატა ასაზე ყველა ტელევიზორებთან ჯდებოდა გვიყურებდა ხალისობდა და სიცილით კვებოდა სერიალს თუ გადაცემას ხალხი ნუ დამელოდა რადგან უფრო გასართობი სხვა არ ეგულებოდა ხშირად გაგვიკეთებია იმერელი კახელი მილიონებს გასდენია ხშირად მათი მნახველი წერილებიც კი მოგვსვლია ბევრჯერ უთქვამს უფრაზე
ძალიან გთხოვთ მიხომარო პარასკევს და ამატებს ჩვენი ყველა პროექტი ხომ საღამოს გადიოდა მეორე დღეს მშვენიერი რეიტინგი ცვიოდა ჯერ ხუთშაბათს და მერე შაბათ-კვირას გადიოდა კი მეორე მშვენიერი რეიტინგი ცვიოდა და რა თქმა უნდა დღევანდელ დღეს მოგვილოცავს უმშვენიერესი, ულამაზესი, ნიჭიერები, სავსე ადამიანი, კარგი ხასიათის, აი მართლა მაგარი ხასიათის ადამიანი და რაც მთავარია, აი შესატყვისი, აი ამ ამბავის, რასაც ბედობა და ახალი წელი ქვია. რა თქმა უნდა და უბრალოდ სახელზე გვარს ვიღებ და მიხვდებით რაც ვიგულისხმეთ ამ შემთხვევაში. ჩვენი უნიჭიერესი უსაყვარლესი ჩვენი მეგობარი საქართველოს მეგობარი სოფო ბედია გახლავთ ჩვენი სტუმარი დავიბედებით ახლა მე და ნიკოლოზი შეგენაცვალე როგორ ახარ ჩემო სოფო ყველაზე კარგად ძალიან კარგი შეგენაცვალე ჩვენ ვიცით რომ ძალიან კარგი სიმღერა გაქვს ახალ წელზე როგორც სხვა დანარჩენი სიმღერები მაგრამ ამ ეტაპზე ეს არის საჭირო ვიცარგებლებ რა თქმა უნდა შემთხვევით და მივულოცავ სრულიად საქართველოს შობა ახალ წელს და მინდა რომ სულ ბედნიერები იყოს, მშვიდობა იყოს, სიკეთე იყოს, ბედნიერება იყოს და ბევრი მხიარულება იყოს. აი შალომი, ფარნასა დოვლად. დღიდან იწყება კარგი ხანგრძლივი პურმარილები და გამძლეობა მამაკაცებს. გამძლეობა მე. სოფო, სავარაუდოდ ხვდებით ხო რომ შესაბამისად სიმღერაც თემატურად და რა ქვია სიმღერას გაგიკვირდება და ახალი წელი. ცოტა უცნაური სახელწოდებით არის. რაღაცნაირად ნაჩავს. მაგრამ მოვარგებთ რამენაირად. სოფო ძალიან გვიყვარხარ და გელოდება შენი მაყურებელი რომელსაც ძალიან უყვარს. სიამოვნებით. ხო. ხო. სიხარულით ივსება გული სიმღერებით მინდა მოგილოცოთ ყველას დადგეს ელის ღაბრული თოვლის ფანტელები ყველგან ქუჩებს ათოვს თეთრად გადაფარა გზები ყველა სახლში მინდა ჟრიამული დადგეს ისმოდეს სიმღერის ხმები ახალი
ასია, ასე. გამოგიყენებენ ერთი წელი და მიგაგდებენ მე შლანგის ნაწერი. თავიდან სამეფო ჯიშის ვიყავი და ერთ კვირაში ალბათ გველხოკერას დამიწახებენ. მოჭი ხვინდა. შეგერია მას შენ აქ ახარ კიდე ჩალაგი ახლა ბარ კიდე ნელენა გავუყევი გზას სისინით ეს მიყურებ ერთი მირი დაახვია და გასრიალდა კიდევ ახლა რა იყო ბიჭო რა არის ვერ გავიგე რა გამწარა ასე თვითონ ჩიკაღვინო მაინც დავლიოთ რა ხარ ამისთანა უჯიშო გამაცინე გზადამილოცე არ შეიძლება ასეთი საყვარელი რო ვარ მე მთლიანად ყლაპავ შენიშთან აი წხედი მეცა ერთი თუ ძმა ხარ რა ისედაც ვერ დგები ფეხზე რა დალევა გიდა კაცო შენ კიდე გადი ახლა გამასარი აკედანკო კაცო შენი გაფუჭებული საქმეები მაგ მოსაგვარებელი რა ჩემი გაფუჭებული საქმეები ბიჭო რა გავაფუჭე ერთი მითხარი ერთი ამას ახლა რადა მარტო აგერ 35,000 კაცს რო მართვის მოწმობა წაართვი ესენი მაგ დასაბრუნებელი უკან თან უფასო ჯამეც ერთი ადვილი გონია თვითონ დასომები ისყნეს საჭესთან და რა გამეკეთებინა აბა შენ საქმეს მიხედე შენ გირჩევნია ბერსულ მეჭექუნებია დავლიოთ ბიჭო თვითონ ჭიკა რა იქნება მისტრიალებ მაინც და ერთი ჭიკაღვინო რა დაგენანა დედა ბიჭო კაი თქვათ და დაგთახთი რას თავაზობ ერთი ან სუფრასა და გაგაშილი ან ღვინოსა და გაგ საახალწლო სუფრა წესით შენი საკისრებელია მაგრამ ჯანდაბას ისე ვერ დავლებთ რა პრობლემაა შენ მომისმინე ისე დაალევია ხვლიკებს და პაღებს შენ მე ვინგონი ვარ ან დასაყოლებელის გარეშე შედალება რა უბედურება ერთი მაინტერესებს საიდან მოვიტანო ახლა შენი ის მოგიტანო თივა და შვრია თუ გინდა გაიwashni მაგ ახლა კიდე მიგაყოლები რომ გაიwashni შენ ახლა მიჩალიჩებ რაღაცას და ჭკვიანად იყავი თორე რომ კრავ ახლა დაჭედებულ ნალებს გოგრაკი შენ რაღაცა ეჭვის თვალით მიყურებ მე გველი კი ვარ მაგრამ ეცი რა გაიგული მაგ ბიჭო გაჭედი ჩერიტინოს სადღა ვიჯო ერთი ეგულის რა ადგილას ერთიც მომას გამიც არ მითხრა ბიჭო შენ მე რას მედრები სად გველისელი ბიჭო და სად ცეცხლოვანი ცხენის ნო ისე რო გიყურებ ცეცხლოვანი არ ვიცი მაგრამ კაი საკალბასე ცხენი კი შეგონია შეურაცხყოფა მოყენი ახლა იცი რა ღირს კილო საკალბასა ხორცი ნუ მოკლედ რა შენზე გამოცდილი ვარ და ვიცი ხალხს რა უნდა ახალ წელს რა ჭირდება და დამეძვი ადგილი თუ შეიძლებოდეს რა ანერად ხარ ჩემზე გამოცდილი აი მითხარი შენ რო მოდიოდი მე მივდიოდი თან შენზე კაი ფეხი მაქვს ყველაფერს თავით აანებ და ბიჭო გადაბრებს ბიჭო მე მაქვს 4 ფეხი და შენ საერთოდ არ გაგ რანაირად გაგ ჩემზე უკეთესი გამაგებია კაი ეხლა რაც არ უნდა ვილაპარაკოთ მაინც ეხლა ვერ შევჯერდებით საღაზრზე ესია ჩემო ბატონო გააკეთებ კაკს უყარხარ ყველას და მე ამოკრავენ ჭიტრას და გაგაგდებენ უმადურებით არის ეს ქვეყანა სავსე კი ბატონო ერთი სიმღერა ვიმღეროთ და ისე გადაწყვიტოს ხალხმა ვისთვის კარგი წელი იყო ჩემი წელი და ვინ ელოდება შენ ჭიხინა წელს მე მეჯივრები ბიჭო შენ სიმღერაში არ გცხვენია შენ იცი მე ვინ ვარ საერთოდ ვინ ხარ მე რო გრძელი პირველი მაქვს ისეთ შენ ვერ გეკეთებ გაჯერდი ბიჭო ვინ ვარ მე და თეთრი რაში უნაგირს რო არ იდგამდა ხო გახსოვს ხო იმის შვილი ვარ მე რა სხვა ფერი გადავკროთ ხო და მოდი აგერ უნდა გაგხედნო ეხლა
უნაგირსას დაიდგამ და ლაგასაც კარგად გაიკეთე. ვისეუნები მაგას ეს ლოქვა კონდა. მიდი მაესტრო, მიდი ერთი შეუბერე. მით. წელი ვიცინით დავკისკისე მაყურებელი წყობს უშველებელი იმდენი კარგი რამე გადაგვხდა და მაინც მე ვარ ბოლოს უხსენებელი თუ მომივლი დაფერს არ დამაბიჯე მეც არ გიკვენ გაგიშვებ უვნებელი ახლა ცხენის წელი დგება იცოდე ერთი კვირა დაგჭა შენი დრო მიდის საკუთარი ნებით თუ არ მოგშორდი ჟამი დგება აღწოლების გოგირდის თუ კი ამას მარტო მე ვერ გავწოდები მაშინას 12 ხაზი მოგივლის რას მიწუნე მითხარი რა დაგაკლდა ამ წელს ანდა ცუდი სადრა გადაგხდა გველი ხვრელი დანტკბილ ენას ამოყა ჯგუფს და კამას არაფერი არ მოაქვს თუ გავბრაზდი ეს დღემდელი ცხოვრება შემი ნაკაბენივით გემახსოვრება კაც არ ვიცნობ გველზე კარგს რო ამბობდეს როცა ხედავ შიში მე არ მასვენებს ფეხი არ გაქვს მეკლე დაც არ ვარ გიხარ შენი საქეს მყისვესი დედს მახსენებ წერი გველის ყველაფერს შოვია ამას მომავალი წელი გვაჩვენებ არ ვიჩხუბოთ და ორივე მივარგოთ უკეთესის არჩევა ხალხს მივანდოთ ყველა წელი ერთმანეთზე კარგია სიყვარული და სიტყვა თუ არტია ისევ ვარ და ვადღებდელო მიზნები პიჯაკს რომ არ ეკორებოდეს გილები იან მოდი ბიჭო ხო შეგძლებია რომ ეინდობებ მოკლედ ესე იგი, როდესაც დღევანდელ გადაცემას გეგმავდით, გადავავლეთ თვალი თუ რა ხდებოდა, რა იქნებოდა საინტერესო, რომ შემოგვეთავაზებინა კიდევ ერთი სეზონის ბოლო გადაცემაში. და აღმოჩნდა ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, რომ ესე იგი, ამ შოუს არსებობის მანძილზე ჯერ კიდევ სანამ ნიკოლოზი შემომიერთდებოდა და მერე ნიკოლოზთან ერთად ყველაზე, რა ვიცი, რა იმდენი ნახვები ქონდა ორ სიმღერას. ალბათ ძნელი გამოსაცნობი არ იქნება. ერთი გახდათ ჩემ გიოსთან ერთად შესრულებული ძმობის სიმღერა. აი, არც ერთმა სიმღერამ არ დანახა ამდენი ნახვები არ დაუგროვებია და ერთი წლის უკან გავაკეთეთ, თუ არ ვცდები, იყო გულში ჩაგიკრა. და ეხლა მე მინდა წელს ესე იგი ეს ორი სიმღერა შემოგთავაზოთ ისე და ამ სიმღერით მოგილოცოთ დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს ძალიან კარგი დღეა დღეს მიყვარს ბავშვობიდან ალილო და რა ვიცი მთელი ამბავი და სიყვარული და რა ვიცი ბედნიერებას მახსენებს იმ ჩვენი განვლილი წლების და მე მინდა ნიკოლოზით შემოგვიერთდეს ძმობის სიმღერაში და შეგისწროთ თქვენთვის ყველასთვის საყვარელი სიმღერა რომელიც პრინციპში აი რა ვიცი არც გვიფიქრია თუ ასე გამოხმაურებას მოიტანდა და მოკლედ ძმობის სიმღერით გილოცავთ წავიდეთ
სოფლისავ კარგიან სიმართლეს ჭირშის თქვენთან ხიშის თქვენთან წამიყვანეთ გული მოგდეს როცა ძმები არ მიყვარდეს არც არასდროს გადავუხვევ ზუთი სოფლისავ კარგიან სიმართლეს ეს ჩემი სიმღერა საწუთრო სამაღა დარჩება მე არსად მინახავ ძმობაში ერთობის გარჩევა ნანა რომ მიმღერა ის ქალი მე დედად მიცვნია ქართველი დარშიც და ავდარშიც კაცობის ღირსია სადაც იყოს სიყვარული იქ წავიდეთ ეს გულები ერთგულებით ხომ გავითმეთ თქვენი დღე გრძელობა იყოს ბროლის წასი ვაზისრებლით ამივსეთ სადაც იყოს სიყვარული იქ წავიდეთ ეს გულები ერთგულებით ხომ გავითმეთ თქვენი დღე გრძელობა იყოს ბროლის წასი ვაზისრებლით ამივსეთ ხიშის თქვენთან წამიყვანეთ გული მოგდეს როცა ძმები არ მიყვარდეს არც არასდროს გადავუხვევ წუთი სოფლისავ კარგიან სიმართლეს სადაც იყოს სიყვარული იქ წავიდეთ ეს გულები ერთგულებით ხომ გავითმეთ თქვენი დღე გრძელობა იყოს ბროლის თასი ვაზისრებლით ამივსეთ სადაც იყოს სიყვარული იქ წავიდეთ ეს გულები ერთგულებით ხომ გავითმეთ თქვენი დღე გრძელობა იყოს ბროლის თასი ვაზისრებლით ამივსეთ თქვენი დღე გრძელობა იყოს ბროლის თასი ვაზისრებლით ამივსეთ მოკლედ ჩემო ნიკოლოზ იმის გარდა რომ ამ შაბათკვირას თავისთავად უნდა უყურონ ჩვენმა ძვირფასმა ტელემაყურებლებმა კომედიას იმიტომ რომ მაგარი სერიალები ელოდებათ სერიები ელოდებათ წინ ნიკო და მაროსი ასევე აუცილებლად უნდა შევახსენოთ როგორც აღნიშნეთ რომ პირველში უკვე ახალი სეზონის დაწყება შვენიერი აი რა დადგა ახალი წელი და აი პირველში უკვე საღამოს 10 საათზე ჩვენი პატა და ნიკა შოუ თავაზობ ძალიან მაგარი კონცერტს და მაგარი დრო უნდა გავაკეთოთ. მოკლედ სიმღერებით, დატვირთული მხიარულებით, კურიოზებით, მთელი ამბებით. და თავარია პირდაპირ, ესე იგი ტელევიზორიდან გითამადებთ მე და ნიკოლოზი და მთელი საქართველოს თამადები ვიქნები. მეტი რაღა გავაკეთოთ. ნუ გვიყუროთ. საერთოდ გირჩევთ რომ რუსთავიორს უყუროთ, ძალიან მაგარი გადაცემები იქნება ახალი წლის დღეებში. კი ბატონო, კი ძალიან კარგია ეს შესავალი, მაგრამ ასევე ჩემო პატა სტუმრებიც ხომ უნდა წარმოადგინოთ, უცებ აგერ ახლა რა ხდება. ხან ისე აეწყო კაცო რომ რაღაცა ბოლო პერიოდი დიდი ხანი ვერ დავიჭირეთ ეს ალხი ჯერ საქმეების გამო და მე ძალიან საინტერესო ამბავი აქვს, სიურპრიზი აქვს. კი ბატონო და მინდა რომ მოვიწვიოთ სტუდიაში ჩვენი საყვარელი უძვირფასესი საქართველოს მოდი ესე ვიტყოდი ყველა მოსახლეობის მომღერლები ძალიან დადებითი და კარგი ადამიანები და ჩვენი მეგობრები და ცოლ ქმარი, ქმარი და ცოლი, ცოლი და ქმარი. კი. დუეტი ლეონი გახლავთ ჩვენი სტუმარი.
რაღაცება მაინც საკონცერტო რეჟიმში გვაქვს. სტუმრები მოდიან მიდიან თქვენ დაბჭათ. აი რა პატივია, განსაკუთრებული. მე ვიცი რატომაც თან განსაკუთრებული. რა ხდება, აბა როგორ ახართ? პირველ რიგში მოკლე მიმოხილვა ამ წინასახადზე. პირველ რიგში. კარგი იქნებოდა რომ დაგეხვედრებინა. პირველ რიგში გვიხარია რომ ისევ ერთად ავართ, აქ ავართ. რა თქმა უნდა. განსაკუთრებულად გვიხარია, აქედან რომ ულოცავთ სრულიად საქართველოს და არა მარტო ყველას დამდეგ ახალ წელს, მე ვიცი. შობას, გადასარევი დღეა. კი ბატონო, ყველაფერი. და ვართ აი ესე სიყვარულით მოვდივართ როგორც ყოველთვის და მოვანათებთ ჩვენს რაღაც კარგ სიახლეებს. ანუ კარგი სიახლე, გაიგე ხო, რაც მე კი გავიგე, მაგრამ სათქვე რო იტყვით ახლა. ესე იგი, ველოდებით მეორე ბიჭს. ასე რომ ყველაფერი საუკეთესო მინდა გისურვო და 2026 თქვენთვის განსაკუთრებული მატების წელიწადი იქნება რა ნამდვილად ეგრე განსაკუთრებულად დაიწყო. აჰა, აი. და როგორც საუბარი გქონდა სანამ დავიწყეთ ჩვენი ეთერი, მაისის თვეშია ეს ამბავი. კი ბატონო. ეხლა ცეცხლოვანი ცხენის წელში მაისის 22-ს თუ გაარტყით, მოგინათლავთ პირდაპირ ეთერში. მეტი კარგი სიტყვა. მეტი გაგავა. პირდაპირ ეთერში ნათლობა. განსაკუთრებული მომენტებიც იქნება რა თქმა უნდა. ძალიან გამახარეთ. ღმერთმა მაგრად გამყოფოთ, ნიჭიერი ხალხი ხართ და თქვენი შთამომავლობას დარწმუნებული ნიჭიერი და თქვენი წარმოგარება უნდა იმრავლოს და ისევე ჩვენ საქართველოში, ჩვენს ლამაზ ქვეყანაში აი ძალიან დიდი სიყვარულით მინდა ის გოგონები, ვინც ბავშვებს ელოდებიან, ყველას დიდი სიყვარული გამოუცავთ და გამრავლდეთ ქართველებო და ვიყო ძალიან ბევრი და რა თქმა უნდა, აუცილებლად. მეც მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი, ულევის სიყვარული, სიხარული, ბედნიერება, რა თქმა უნდა, ერთად. რა თქმა უნდა. და რა თქმა უნდა, ერთი კიდე საინტერესო ამბავი. ხო ისე არ მოვიდოდით ერთი პრემიერით, როგორც ყოველთვის შენთან მოვდივართ, თქვენთან მოვდივართ პრემიერით და ერთი ძალიან კარგი სიმღერა მოვიტანეთ. მე ძალიან მომწონს და დარწმუნებული ვარ, ყველას მოეწონება და შეიყვარებენ ამ. შენ ისეთი გემოვნება გენაცვალე კარგი სიმღერა იქ. რატო მეგონა რომ იფარიკავებდით ჩვეულებრივად, მაგრამ ეს რა იფარიკავეს თქვენ საგერდა. ახლა ვამღეროთ. კი ბატონო. კარგი, სიამოვნებით აკითხებთ ეთერს და სცენას. მოკლედ ჯგუფი ლეონი, ხო? სიყვარულმა ამამღერა შენ როგორ გიბრწყინავენ ეგ თვალები და ჩვენმა ერთად ყოფნამ დამაჯერა ვიცი რომ მიყვარხარ და მეყვარები მე გადლენება შენით მიხარია შენ მხოლოდ ჩემი სიყვარული ხვია არც ერთი წუთი მე არ მინანია ჩვენი ერთად ყოფნას ხომ მზის დარია მიყვარდი მიყვარხარ და მეყვარები სულ ერთად ვართ მე მაინც მენადარები იცოდე შენი არის ჩემი გული შენ ახარ სიცოცხლე და სიყვარული მიყვარდი მიყვარხარ და მეყვარები სულ ერთად ვართ მე მაინც მენადარები იცოდე შენი არის ჩემი გული
გაბედო ჩემგან წასვლა მე შენი სიყვარულით ვარ სუნთვალი შენი ზისავლე მეგრუბლებში ასვლა იცოდე რომ ხარ ჩემი საფიცარი მე გადენება შენით მიხარია შენ მხოლოდ ჩემი სიყვარული ქვია არც ერთი წუთი მე არ მინანია ჩვენი ერთად ყოფნა ხომზის დარია მიყვარდი მიყვარ ხარ და მეყვარები სულ ერთად ვართ მე მაინც მენადარები იცოდე შენი არის ჩემი გული შენ ახარ სიცოცხლე და სიყვარული მიყვარდი მიყვარ ხარ და მეყვარები სულ ერთად ვართ მე მაინც მენადარები იცოდე შენი არის ჩემი გული შენ ახარ სიცოცხლე და სიყვარული მოკლედ ერთი ჩემო პაატა შვენიერი იყო ხო? შვენიერი და გადასარევი იყო და კიდევ ერთი სიმღერა რომელიც ძალიან შეიყვარა ჩვენმა მსმენელმა ტელემაყურებელმა თქვენი შესრულებით შენი და გიორგის შესრულებით და გვინდა ისიც შევთავაზოთ ჩვენ კი ბატონო მაყურებელს და კიდევ ერთხელ ამ მელოდიაზე მე დარწმუნებული ვარ რომ არაერთს მოგვრის ტანში ჟრუანტელს ხა ისეთი სეზონია ხო იცი ღორის კლებს რო ეძახიან რა იცი რა პურმარილებია გაშლი და შეუწყოთ ხელი ეხა საქართველოს მოსახლეობას რომ ბარემ გემრიელ და ჩაამთავრონ დღევანდელი პურმარილი და ღორის დაგვლაძე გაბანზე და სიმღერას ქვია გულში ჩაკიგრავა კარგი ბიჭი ხარ წავედით როგორ უშველო ამ მოდუღებულს გადაღლის წახვედი ჩემგან უთქმელა სულში ფიქრება ჩასახლდი მასში გვირილებს გიწნავდი თითებს გითვლი კოცნები ჩემი თავისგან Savadi Boskets vageri kocnebi Naši grilevs gitnavadi Vitevs gitvidi kocnebi Čemi tavniskan gitsavadi Boskets vageri kocnebi Said getwebo Am shvidad ragazzi nipsa Visa usorule zadili Neta visu zrdi shvilebsa Naham da kushi chagi garau Ikhnevi chemi lugeshi Nebas tumamce
მოკლედ როგორც თავშივე აღვნიშნეთ დღევანდელი დღეც დასრულდა წლევანდელი სეზონიც. და ჩემო პაატა, სანამ მთლიანად დავასრულებდეთ ჩვენს დღევანდელ გადაცემას, ალბათ ძალიან ლამაზი იქნება საფინალო აკორდი დღევანდელი გადაცემის ვინ? ჩვენი მომავალი თაობა. რა თქმა უნდა, თუ არა ბავშვები. დიახ, კი ბატონო. და ჩვენს დღევანდელ შოუს დაასრულებენ ულამაზესი, უმშვენიერესი, პატარა, ლამაზი, მუსიკალური, რაც თავარია, ბასტი ბუბუს ბავშვები. კი ბატონო, ჩვენ კი გემშვიდობებით 1 იანვრამდე საღამოს 10 საათზე ხვდებით კვლავ რუსთავი 2-ის ეთერში.